მე მინდა ძალიან ისე გულის წუხილით აღნიშნო, რომ ეს ბოლო წელიწადი ძალიან რთული იყო. რთული იმიტომ რომ ანტიეგრესიული კამპანია ძალიან გაძლიერდა და ამაში იყო ჩაბმული მრავალი ადამიანი. თითქმის თქვენ კარგად იცით, არ გასულა თითქმის არც ერთი დღე, რომ ამ ტელევიზიით, ამ პრესით, არ გაელანძღათ ეკლესია, ამ სასულიერო პირები, რატომღაც ეჭვი შეიტანეს ეკლესიაში. ეკლესია არის ერთ-ერთი მშვიდი უბანი საქართველოს რეალობაში, ცხოვრებაში. და აი სწორედ აქ შეეცადნენ, რომ ეს სიმშვიდე დაერღვიათ. და მე არ ვფიქრობ, რომ აქ ხელისუფლების ხელია ჩარეული, უფრო სხვა ძალებია მათ. და რომელთაც არ ესმით ეკლესიის, მართლმადიდებელი ეკლესიის როლი და ფიქრობენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია რაღაც ჩაკეტილი ორგანიზმია, ჩაკეტილი ეკლესია, თითქოს მას რაღაც დასავლური შეხედულება. ეს არ არის სწორი. მე მინდა ვთქვა, რომ ეს გლობალიზაციის პროცესი, რომელიც დღეს არის და რომელიც გარდაუვალია, ჩვენ რეალურად ვიყურებთ ამას, მაგრამ ამ გლობალიზაციის პროცესში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ეროვნული და ჩვენი სულიერი ფასეულობები. ჩვენ ბრმად არ უნდა მივიღოთ ყველაფერი, რაც მოდის თქვათ დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან თუ ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან. ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რაც ჩვენ გვჭირდება და რაც ჩვენ არ ეწინააღმდეგება ჩვენს ფასეულობას და არ ემუქრება ჩვენს ფასეულობას. და ზოგიერთს არ მოსწონს აი ეკლესიის მაღალი რეიტინგი და დრო ხალხის ასეთი ეკლესიისადმი და აი ალბათ ამან გამოიწვია. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს გამოსწორდება და ასე არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. აი ესეთი სიტუაცია, როგორც საქართველოშია, არც ერთ მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არის მსოფლიოში. და ეს ყველაფერი იწერება, ყველაფერი ისტორიაში შედის და ეს არ არის საკარბიელო ასეთი დამოკიდებულება ეკლესიისადმი. იმ ეკლესიისადმი, რომელიც არის ერთადერთი ძალა, გამაერთიანებელი ძალა ერისა.